დღეს კიდევ ერთი მიმართვის შესახებ გახდა ცნობილი, კერძოდ საპარლამენტო ოპოზიციის ქალმა დეპუტატებმა ერთობლივი წერილით მიმართეს ევროპული კომისიის პრეზიდენტს ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების შესახებ. მე მინდა მოკლე ამონარიდი მოგასმენინოთ ამ საკმაოდ ვრცელი წერილიდან. მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება კვლავ წინაა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხმედრა ევროკავშირთან არასაკმარისად რჩება ჩვენ პარლამენტის წევრ ქალ დეპუტატებს, საპარლამენტო ოპოზიციიდან გვჯერა, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, განსაკუთრებით გაზრდილი გეოპოლიტიკური საფრთხეების და ქვეყანაში რუსული გავლენების ფონზე. იმავდროულად ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირის ოფიციალურ გადაწყვეტილებასთან უნდა ახლდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირთან დაახლოება და ძირეული რეფორმები, რაც აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიის, უსაფრთხოების და თითოეული ქალაქის კეთილდღეობისთვის. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აქვე მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილებამ უნდა წარმოადგინოს ნათელი ჩარჩო ქვეყნისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად ევროკავშირში წარმატებით გაწევრიანების გზაზე. ეს წაახალისებს რეფორმების მხარდამჭერ აქტორებს ქვეყნის შიგნით და გაზრდის საქართველოს ევროკავშირში წევრობის ინსტიტუციონალიზაციის შესაძლებლობას. თეონა აქუბარდია მიერთდება სტუდიაში. მოგესალმებით თეონა, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. თეონა, რას ცulis ის, რომ დღეს თქვენ საქართველოს პარლამენტის წევრი ხართ იმ საქმიანობაში, რითაც ხართ რეალურად დაკავებული, წერთ წერილებს, წერთ მიმართვებს, პრაქტიკულად ისე როგორც ის 200-მდე არასამთავრობო ესე ვთქვათ ორგანიზაცია, რომელსაც გიორგი ონიანი წარმოადგენდა დღეს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო არასამთავრობო ორგანიზაციების. ჩვენ მუშაობდით ამ წერილზე, ისევე როგორც მუშაობდით ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის კაბინეტთან, იმისთვის რომ ეს წერილი გაგვეგზავნა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ შეუთანხმებლად ჩვენ საერთო პოზიციები გავაზიარეთ, როგორც არასამთავრობო სექტორმა, ასევე პოლიტიკოსებმა. მე არასამთავრობო სექტორიდან მოვიდოდი პოლიტიკაში, შესაბამისად ეს უკავშირიც ბუნებრივია, რომ არსებობს და ამ კრიტიკულ დროს საქართველოსთვის მიუხედავად გამოწვევებისა, მიუხედავად არასრულფასოვანი შესრულებისა 12 რეკომენდაციის, მიუხედავად საგარეო პოლიტიკის, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხმედრის არასაკმარისი მოცულობისა, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის ინტერესებიდან, ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციური და ისტორიული არჩევანიდან გამოვდივართ და ვთხოვთ კანდიდატის სტატუსის მინიჭების დადებით გადაწყვეტილებას საქართველოსთვის, საქართველოს მოსახლეობისთვის, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა თავისი ევროპულობა წლების მანძილზე და არაერთხელ ჩვენ მათ შორის გვიჩვენებია, რომ ჩვენ შეგვიძლია დემოკრატიული რეფორმების განხორციელება და ჩვენი მოსახლეობა ამ რეფორმების სადარაჯოზე დგას. მათ შორის ჩვენ გვახსოვს მთელი ეს ბოლო პერიპეტიებიც, როდესაც ქართველი ხალხი და არა რომელიმე პოლიტიკური პარტია იდგა სწორედ ამ არჩევანის დასაცავად. ხო, მიხარია, რომ ეს ერთი ხელშესახები მაგალითი არსებობს, რომელსაც მუდმივად ვახსენებთ აი ამ კონტექსტში. მაგრამ თქვენგანაც მინდა ესე ვთქვათ, აი ამ სტატუსი ეკუთვნის ქართულ ხალხს, მაგრამ არ ეკუთვნის საქართველოს მთავრობას, არ ეკუთვნის საქართველოს ხელისუფლებას. მესმის, რომ ღიზიანდება, იმიტომ რომ ყურს ნამდვილად ხვდება, თუმცა რამდენად შინაარსის მატარებელი არის თვითონ ეს ფრაზა მათ შორის ევროკომისიისთვისაც, რომელიც ლეგიტიმურად აღიარებს საქართველოში ხელისუფლებას, თქვენთვისაც ოპოზიციისთვისაც, რომელმაც ლეგიტიმურად აღიარა ეს ხელისუფლება, როდესაც თქვა ჩაერთო შარლ მიშელის ფორმატში და შევიდა პარლამენტში. ეხლა დავიწყოთ იმით, რომ ეს არაფერი განსაკუთრებული სიახლე არ არის. ჩვენ გვაქვს ბოსნიის შემთხვევაში კანდიდატის სტატუსის პოლიტიკური გადაწყვეტილების მინიჭების პრეცედენტი, სადაც ასევე ღიად ეწერა ბოსნიელ ხალხთან მიმართებაში აქცენტი და არა ხალხი მთავრობა და ახლა მოდით რა რაც უნდა ხათ ქართულ მოსნებამ ნაწყენი ტონით ილაპარაკოს, რომ რას ნიშნავს გამიჩნვა. ქართული ხალხი ირჩევს პოლიტიკურ ძალას, ირჩევს ხელისუფლებას, ირჩევს მათ შორის საგარეო კურსს. ის რომ მოსახლეობა 90% ხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის მიღებას და ევროკავშირში წევრობას, ეს რომ ესე არ იყოს. რომელი პოლიტიკური პარტია ხო ამას ვერ მოითხოვდა, რომ ყოფილიყო შესაბამისად, აბსოლუტურად უსამართლოა ქართული ხალხის მოთხოვნაზე აქცენტისას ის განაწყენება, რომელსაც ქართული ოცნება ავლენს და ჩვენ მოცემულობაში ხა ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ქართული ოცნების
მთელი პროცესის საბოტაჟის კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ იქნებოდა ეს უცხო ქვეყნების გავლენის აგენტების შეცხები კანონი, რუსული კანონი, რომ სამართლიანად დაერქვა მას. იქნებოდა ეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, იქნებოდა ეს მათ შორის იმ კანონების გაუარესება, რაც აქამდე მიღებული ქონდა საარჩევნო კოდექსი, იქნება ეს მათ შორის შეკრებების და მანიფესტაციების კანონი, რაც ვეტო დაადო პრეზიდენტმა. ამიტომ რა თქმა უნდა, მოსახლეობა იდგა სადარაჯოზე ჩვენი სუვერენული არჩევანის დაცვის და სუვერენული არჩევანი როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის კუთხით, საშინაო დემოკრატია, საგარეო ნატო და ევროკავშირი და მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე ვერც ერთი პარტია ვერაფერს ვერ გააკეთებს. შესაბამისად, რაც არ უნდა იყოს განსხვავებული პოზიციები სტატუსთან დაკავშირებით გააძლიერებს ეს ხელისუფლებას თუ ოპოზიციას, ამ მოცემულობაში მე ვფიქრობ ერთ რამეს, რომ ხალხის დაკვეთა უნდა შეასრულოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ. და ჩვენ სწორედ იმიტომ ვართ პარლამენტში, რომ ხალხის დაკვეთა შევასრულოთ და ვემსახუროთ იმ ღირებულებებს, რაც საერთო და საზიარო გვაქვს დასავლეთთან, რაც არის დემოკრატია, რაც არის ფუნდამენტური ადამიანის უფლებები, სადაც უდიდეს პრობლემას ვხედავთ ჩვენ დღეს საქართველოში, მაგრამ ამ მოცემულობაში კანდიდატის სტატუსი ხალხის გაძლიერება იქნება, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიისთვის, ჩვენი ევროპული მამულისთვის, რუსეთის გავლენებისგან გათავისუფლებისთვის და ამ კრიტიკულ დროს, როდესაც ერთის მხრივ რუსეთის აგრესია კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს აღწევს საქართველოსთან მოყოლებული უკრაინის წინააღმდეგ, მაშინ როდესაც რუსეთი ცდილობს, რომ რეგიონიდან მისი შეზღუდული გავლენა არ დასრულდეს მის საწინააღმდეგოდ, ამ მოცემულობაში და როდესაც ევროკავშირი პროექტს ახორციელებს, ხო, ამ შემთხვევაში შუა და ერეფნის, სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, იქნება ეს შავი ზღვის კაბელი, იქნება ეს ანაკლიის პორტი, იქნება ეს უსაფრთხო ინტერნეტი მთლიანად რეგიონისთვის. ამ მოცემულობაში ევროკავშირის როლის და საქართველოს ევროპეიზაციით, საქართველოს ინსტიტუციონალიზაციით დემოკრატიის კუთხით არის საცილებლად მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მე ერთ რამეს მინდა ხაზი გაუსვა, ეს არის შესაძლოა მხოლოდ ქალებს გვინდა კანდიდატის სტატუსი და კაც დეპუტატებს არა, როდესაც პოლიტიკური ჯგუფები აწერენ ამას ხელს, ქალი დეპუტატების სახელით, ეს ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა ჩვენი კოლეგები შესაბამისად იზიარებენ ამ ყველაფერს. ეს ამ შემთხვევაში ქალების ხელმოწერით არის, იმიტომ რომ ქალ პრეზიდენტზეა გაგზავნილი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით კიდევ უფრო გავაძლიერებთ და მხარს დაუჭერთ ჩვენი მოსახლეობის არჩევანის კიდევ ერთ შესაძლებლობას თეონა, რას ნიშნავს უფრო კონკრეტულად, როდესაც ამბობთ, რომ სტატუსი გააძლიერებს ქართველ ხალხს? აი, რას გულისხმობთ აი ამ ნაწილში? ჩვენ ხედავთ ერთის მხრივ ქართული ოცნების გამაშებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას, როდესაც ქართული ოცნება აბრალებს ევროკავშირის შეერთებულ შტატებს, რომ აქ უჭერენ ექსტრემის მხარს, აი წარმოუდგენელია, ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი, რომ ოფიციალური მთავრობა ევროკავშირს და ამერიკას დააბრალებდა იმას, რომ ექსტრემის უჭერენ მხარს და ეს არის შალვა პაპუაშვილის, ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარეძის ფორსტები, შეიძლება მდინარეძის არ მახსოვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შალვა პაპუაშვილის სიტყვები. და ამერიკელ ხალხს აბრალებენ არჩევნებში ჩარევას. აი, როდესაც მთელი მსოფლიო რუსეთზე ლაპარაკობს, რომ არჩევნებში რუსეთი ერევა დემოკრატიულ არჩევნებში, ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის და იძახის, რომ ამერიკელები ერევიან და აი წარმოუდგენელი ანტიდასავლური დეზინფორმაციის და პროპაგანდის ნიაღვარი, რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა, არა კრემლმა, როგორც ესეთი, არამედ ქართულმა ოცნებამ კრემლის სახელმძღვანელოთი. ამ მოცემულობაში ხალხის მხარდაჭერა არის სწორედ კანდიდატის სტატუსი და ხალხის ბრძოლის და ხალხის თავდადების. ახლა ხალხი რომ არ გამოსულიყო 7 მარტს, რა თქმა უნდა, იქნებოდა ის რუსული კანონი მიღებული, რა თქმა უნდა, ხმა კრიტიკული მედიის, სამოქალაქო სექტორის იქნებოდა ჩახშობილი და რა თქმა უნდა, ავტორიტარიზმი იქნებოდა კიდევ უფრო მძლავრად. და ახლა ის როდესაც ისინი კანონის მიღმა გვეძახიან აგენტებს, ეს კიდევ ერთი მარცხის აღიარებაა და ამ მოცემულობაში ხალხს გააძლიერებს, რაც არ უნდა თქვას ქართულმა ოცნებამ ანტიდასავლური, მას შემდეგ რაც კანდიდატის სტატუსი იქნება, ნაკლები მოდება, ნაკლები გავლენა ექნება ამას ხალხზე და მეტი ძალა ექნება ოპოზიციასაც, მეტი ძალა ექნება ხალხსაც, რომ არჩევნების მეშვეობით ეს გამოვთარგმნოთ ჩვენ ძალად და გაუშვათ ხელისუფლება, რომელიც არ მიყავს ევროკავშირში ქვეყანა. აბლებს რომ გავცდეთ ეგრეთ წოდებულს. ხო და რო შევხედოთ, ან თქვენ ფიქრობთ, რომ ხალხი ასეთნაირად აღიქვამს ამ პროცესს, თუ მივიღებთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, მაშინ ეს დაიმსახურა, ესე ვთქვათ, ყველა მინუს საქართველოს ხელისუფლება და თუ ესე ვთქვათ, ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მაშინ მთელი პასუხისმგებლობა იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე მინუს ყველა. ეს ყველაფერი არის დამოკიდებული კომუნიკატორებზე და იმ კომუნიკაციის გზებზე, რაც უნდა ყველამ ერთად შევძლოთ.
მიუხედავად განსხვავებული ტაქტიკისა, ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოს ევროპული მომავალი უალტერნატივოა საქართველოსთვის, ხო? და მოცემულობაში, როდესაც რუსული მეთოდებით ხდება დეზინფორმაციის და პროპაგანდის გავრცელება და როდესაც თიც იშვერს ქართული ოცნება ოპოზიციაზე, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ევროკავშირი ამბობს, რომ უმრავლესობას აქვს თავარი პასუხისმგებლობა და შემდგომ სხვა დანარჩენი, ამ მოცემულობაში ხა შეუძლია ქართულ ოცნებას თქვას, რომ ოპოზიციის ბრალია, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული რა ტიპის სტრატეგიულ კომუნიკაციას განმახორციელებთ ჩვენ მოსახლეობასთან, რომ ტყუილი და სიმართლე ერთმანეთისგან გაარჩიოს და რომ რეალურად საქართველოს შესაძლებლობები და ალტერნატივა დაინახოს, რომელიც ოცნების მხარეს აღარ არის. ოცნებას არ მიიღებს ქვეყანა ევროპისკენ, ოცნებას არ მიიღებს ქვეყანა ნატოსკენ, სამწუხაროდ ოცნებას რასაც აკეთებს დღეს არის ჩამოშორება დასავლეთისგან და ერთ-ერთზე დატოვება ოკუპანტ რუსეთთან, რაც კიდევ უფრო საფრთხის შემცველია, იმიტომ რომ ოკუპაცია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის არ ნიშნავს, რომ ამით კმაყოფილდება რუსეთი, მას მთლიანად საქართველოს თავის გავლენის ქვეშ დაბრუნება უნდა და აი ამ ბრძოლაში ვართ დღეს. ჩვენ სამწუხაროა, რომ ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაცია არაჯეროვანი არის, გულისხმობ ყველა პოლიტიკურ პარტიას და აქ ნამდვილად ბევრი გვაქვს სამუშაო, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, როდესაც თავარი ღირებულების და თავარი იდეის გვჯერა, ჩვენ შეგვიძლია ისე როგორც აქ შევძელით ყველა პოლიტიკურ მაჯგუფმა პარლამენტიდან ქალმა დეპუტატებმა მიუხედავად ბევრი განსხვავებისა, მიუხედავად განსხვავებული გემოვნებებისა, შევჯერებული ყავით, ჩვენ შევძლებთ, რომ ეს სტრატეგიული კომუნიკაციაც და ეს შესაბამისი კომუნიკაციაც მოსახლეობას ვაჩვენოთ, იმიტომ რომ არ ნიშნავს კანდიდატის სტატუსი კიდევ ერთხელ ვიმეორებ მიზანს. მიზანი არის ევროკავშირში წევრობა და ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ევროკავშირში წევრობას ქართული ოცნება არ უზრუნველყოფს და ვერ უზრუნველყოფს და არჩევნების მეშვეობით კანდიდატის სტატუსი არის როგორც გარდამავალი ეტაპი, ეს არის პრინციპის ატესტატი, თუნდაც ესე ვთქვათ, იმისთვის, რომ ჩვენ 2030-ში ლისაბონიდან თბილისამდე ევროკავშირის გაფართოების რეალიზაცია შევწყვეტ. სიკო თეონა აქუბარდია, მან ქალი ოპოზიციონერი დეპუტატების ხმა შეაჯერა ანალიტიკაში.